მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე, რაც კი ადამიანს გასჩენია. რა ხდება გარდაცვალების შემდეგ? სად მიდის სული და რა მოხდება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს? მართლმადიდებელი სარწმუნოება ამაზე ნათელ და იმედის მომცემ პასუხებს გვცემს. როდესაც ადამიანი გარდაიცვალება, მისი სული ტოვებს სხეულს. ტუერი მტრადვე მიიქცევა და სული შეუერთდება ღმერთს. მართალთა სულები მიემართებიან ღვთის შემწეობის ადგილას, სადაც სიმშვიდე, ნათელი და ღვთისმადლია. ცოდვილნი და ურწმუნონი კი ღვთისგან განცალკევებულ მდგომარეობაში გადადიან, რასაც წმინდა მამები ჰადესს ან სულიერ სატანჯველს უწოდებენ. მაგრამ ეს საბოლოო განკითხვა არ არის. სული მხოლოდ დროებით იმყოფება ამ მდგომარეობებში, სანამ დადგება უფლის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა და საერთო აღდგომა მკვდრეთით. რა მოხდება მეორედ მოსვლის დროს? და კვლავ მოვადიდებით მსაჯულად ცოცხალთა და მკვდართა, რომლისას უფევისა არ არის დასასრული. იესო ქრისტეს მოსვლა იქნება მოულოდნელი. პირველი, არავინ იცის დღე და ის საათი, მხოლოდ მამამან. მეორე, საყოველთაო და ხილული, იესო ქრისტე არ მოვა ფარულად. როგორც ელვა ჩანს ციდან ცამდე, ასევე იქნება ძის მოსვლა. აღდგომა მკვდრეთით, ყველა სული აღდგება სხეულებრივად, მართალიც და ცოდვილიც. მოვიდეს ჟამი და ყველა საფლავში მყოფნი აღსდგებიან. სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტნი სასჯელისთვის. შემდეგ იქნება საერთო სამსჯავრო. იესო განაჩენს გამოიტანს თითოეულ ადამიანზე, არა მხოლოდ მათი საქმეების მიხედვით, არამედ გულით. როცა ძე კაცისა მოვადიდებით, განაშორებს ცხრებს თხებისაგან. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით სამოთხე და ჯოჯოხეთი არა აბსტრაქტული, არამედ რეალური მდგომარეობებია და დამოკიდებულია იმაზე, იყო თუ არა ადამიანი ღმერთთან სიყვარულში, სინანულსა და მორჩილებაში. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში. როგორ უნდა მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვის? პირველი, ნამდვილი სინანული, მუდმივად თუნდაც მცირე ცოდვებს. მეორე, საეკრესიო ცხოვრება. განკვისთვისთვის მზადება იწყება ნათლის ღებიდან და მთელი ცხოვრების გზა, აღსარება, ზიარება, ლოცვა და მესამე, უმნიშვნელოვანესი, სიყვარული ღმერთისა და მოყვასის. ხიზლად იყავით, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, რომელსაც ძე კაცისა მოვიდეს. დასკვნა, ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. ეს არის ჩვენი იმედის საფუძველი. ის გვეუბნება, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა, ხევლიც კი აღდგება, რათა მარადიულად ცხოვრობდეთ ან ღვთის ნადელში, ან მისგან შორს. ანუ მეგობრებო, დღესვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს სულზე, მოვემზადოთ არა შიშით, არამედ სიყვარულით, როგორც ის, ვინც შეჰნატრის უფლის სახეს. იმედია სასიკეთო მოტივაციას მოგცემთ თითოეულ თქვენგანს ეს ვიდეო მცირედით